სუშის გავასახურებთ რა. ნუ ალბათ იმიტომ რომ მე ცოტა რაღაც აგრესიული მჭამელი ვარ რა. არანაირი ეტიკეტი არ არსებობს. სახში ვართ, არც იაპონიაში ვართ. არც სუშის მასტერები ვიყურებენ. მე მგონი ესე ჯობია სუშის ჭამა. ყველას აქვს ეს მომენტი, ყველას არ არის, მაგრამ ბევრს აქვს ეს მომენტი, რომ მოდი სახში გავაკეთოთ სუში. და ნუ ბევრს გონია რაღაც რთულია, ან სუში მარტივია რეალურად. უბრალოდ სიზუსტე უნდა და არქიტექტურა უნდა. რთული ნაწილი არის ბრინჯი სუშის. არც ეგეთი რთული არის, იმიტომ რომ უკვე ბევრი ხერხი არსებობს მაგის მომზადების ადეკვატურად. მით უმეტეს ბრინჯის სახარში რა. ამიტომ გავამყევით ამ გზაზე, სადაც სუშის გავასახურებთ რა და ცოტა უფრო მარტივად მივიდგებით და არა ისე ექსტრემალურად როგორც სუშის მასტერები უდგებიან ხოლმე. პირველ რიგში, როცა გაქვს სუშის ბრინჯი, აუცილებელია გარეცხო იქამდე, სანამ გამჭვირვალე წყალი არ გავა, ამიტომ ჩავყრეთ ჯამში და მივუშვათ ცივ წყალს. დავტოვებთ ცოტახანი მოშობილი წყლის ქვეშ და შეხედა მოურევ ხოლმე. სანამ წყალი არ გაღიავდება. ზოგადად მიიჩნევა 7-ჯერ მაინც უნდა გაირეცხოს ბრინჯი, თავი სანამ მოიხარშება. ანუ 7-ჯერ გამოუცვალო წყალი სრულად. მაგრამ აი ცოტა ისეთი არის, პირობითი არის, იმიტომ რომ კარგად თუ მოურევ, ხელით თუ დაეხმარები, 2-3 წლის გავლებად საკმარისია ხოლმე. რომ გაირეცხება, იმდენად ღრია არ უნდა იყოს, რომ ძირში ბრინჯის მარცვები არ გამოჩნდეს წყლის ქვეშ. ანუ აუცილებლად უნდა ჩანდეს ბრინჯის კონტურები წყალში. აი მარტო მერია გარეცხი. ბრინჯი გაირეცხა. განსხვავებით სხვა ბრინჯებისა, მაგალითად როგორც არის ბასმატი ან რაღაც მაგვარი პარბოლდ ვარიანტები ან რამე სხვა გზამარცვლიანი, სუშის ბრინჯი იწყება ცივიდან და არა ცხელიდან. ანუ დუღარე წყალს არ ვასხავთ, არამედ ცივი წყლით ვიწყებთ, დუღილამდე მიყვავს, რომ ადუღდება ტემპერატურას დავუწევთ მინიმალურს და დავახურავთ სახურავს და 10 წუთი არ ვეხებთ. მნიშვნელოვანია წყლის პროპორცია. 1.6-1.7 წილი წყალი უნდა მოცულობით ბრინჯისა. ანუ მაგალითად თუ მაქვს მოცულობით 100 მილილიტრი ბრინჯი, ანუ არა 100 გრამი, არამედ მოცულობით ჩიქაში თუ 100 მილილიტრი, 1.7 უნდა, ასე იგი 170 მილილიტრი წყალი ჭირდება. იღეთ ესე ბრინჯს, ჩავყრეთ ჯამში და 1.7, ანუ თითქმის სავსეს ეგეც დავასხავთ წყალს. ვაყენებთ ხوار ძალას. როცა ამოდუღდება, დავაფარებ ფოლგას და 10 წუთს დავინიშნავ. ამასობაში აქეთ მაქვს ჯამი. ამ ჯამში დავამატებ 1.5 სპრიცკოს შაქარს, 1 სუპრისკოს მარილს, არასრულს, 150-200 მილილიტრი ბრინჯის ძმარს და 100 მილილიტრი წყალს. ამას მოურევ და რაღაცას გავაცხელებ. ეს იქნება ჩვენი ეგრეთ წოდებული ზუ, არა კლასიკური ზუ, არამედ სახში მარტივი ზუ. ეს არის ის ნივთიერება, რაც გეხმარება, რომ მე სუშის ბრინჯი იყოს ნაზი, სველი და წებოვანი. და გემოს მისცეს. იწყება დუღილი, დუღილი რო დაიწყო, ერთი პატარა საჰაერო დაუტოვოთ. და ცოტა გაიქცევა ორთქი, მაგრამ არა ბევრი. და ახლა 10 წუთი მინიშნავთ დროს და ვემშვიდობებით ჩვენ ბრინჯს. ამასობაში გვაქვს ცივაჩებული ფილიოს ორაგული, გვაქვს გარდანელის კრევეტი, რომელსაც ჩვენ დავბრაწავთ და მე გადავურევთ ვალიოს ორაგულიან კრემყოლში, რომელიც დამატებით გემოს მოგცემს და გავუკეთებთ ასევე ცხარე სოუსს და იქნება ერთ-ერთი ფილინგი იქნება ჩვენი სუშის. ამასობაში დავჭერთ კითხვი. იღებთ შუალედს, იღებთ დანას, ბასრი დანა გინდა და ნელ-ნელა წრეზე მიდიხარ და თან რა თქმა უნდა გინახეთ ალბათ აზიური სამზარეულო შეფები როგორ ჭრია როგორ წამშრომებას მე ეგ არ შემიძლია მაგრამ მიდიხარ წრეზე და წრეზე ჭრი გული არ გაყვეს ამ ამბავს გული თუ გაყვა გული გააწყალებს მერე სუშის და გააბანძებს ტექსტურას ამიტომ იქამდე სანამ გული მოვა თლით წრეზე ამ მასას მე დაკეცავთ შეგვიძლია ძალიან წვრილად ხარ შეგვიძლია თუნდაც სკლად ხარ მე წვრილად მირჩევნია რაც შეეხება ხახს ზოგადად აზიური დაჭრა ხახვის და სხვანაირი არის ძალიან მკაფიო კუთხე უნდა მიცე დაჭრის დროს და მკაფიოდ უნდა არიდო თავი თეთრ ნაჭრებს. დახრა გაქვს ფაქტიურად 50-60 გრადუსიანი. ამასობაში საკონტო ჩანთა. ნემზადებით ყველაფერს რა, სანამ ბრინჯი ხარშება. იღებთ ჩვენ კრემყოლს, ვალიოს კრემყოლია ნატურალური, კლასიკური და ჩვენ საკონტო ჩანთაში მოვათავსოთ. სუშის შეფები იყენებენ ხოლმე რომ მარტივად დაასხან კრემყოლი. ამ კრემყოლს კარგად გავზრდავენ, თუმცა ერთგვაროვანი გახდეს, ჩათვალეთ რომ მიქსერივით არის. ამას ვინახავთ. მოიხარშა ბრინჯი და ესეთი ინდიკატორი არის ფუღუროები. აქაა ჩვენი ბრინჯი, რომელიც წებოვანია, მაგრამ ხვიერი. ეხლა ამას დავადგინოთ გაცივდეს, დამშვიდდეს და მე გადავაროთ ჩვენ ძრიან შაქრიან და წყლიან მასას, რაც გემოს და ტექსტურას გაუმჯობესებს. თან ფადულ ათაწყობას გახდის რა. ამასობაში ვქნათ კრევეტები. ძალიან სტრესშებოთ ვაკ დარდანელის კრევეტს, რაც კრეატიულად იხსნება ერთხანს. აქ ავიღებ ძეც, ესეც უბრალოდ ჩავყრეთ. არც მარილი არაფერი, უბრალოდ ჩაყრილი ძეცში. იდეაში როგორც კი მოიგრიხება, ეგრევე მზად არის ხოლმე რა. შეგვიძლია ამოვიღოთ. გადმოვყავთ კრევეტები ჯამში. ეს ბრინჯი წებოვანია ძალიან, იმიტომ რომ გაცივდა და შეიკრა, მაგრამ როგორც კი დავამატებთ ჩვენ ძვლიან და შაქრიან მასას, ეგრევე გახდება უფრო მართული.
თუ ძალიან სველი გამოგივეთ, არ ინერვიულოთ, ცოტა ხანი კიდევ დააცდით, ბრინჯი შეიწევს ამ სისველეს და მაინც წებოვანი გახდება. თავარია ძალიან არ ჩააბოთ სითხეში. დააკვირდით, რამდენს უკეთებთ. ფანტია უნდა გახდეს უბრალოდ. ფანტია რო გახდება, საკმარისი არის სითხე, მეტი აღარ დაამაგოთ. სველი ხელით და ამოურიოთ შიგნით. იმჟავეც აქვს, თითბოც აქვს, მარგიც აქვს. და ეხლა ბოლო ეტაპები. აწყობამდე სანამ მივოთ, კრევეტები დავკეპოთ. ეს ისედაც საკმაოდ გემრიელი რაღაც გამოვა, თალკეთ პურზე წასმელადაც და ზოგადად გამოყენებაშიც. მწვანე ხახვი ოდნავ, ორაგულიანი კრემპოელი, ვალიოსი. და ახალი ნამდვილი ორაგულის გემოვა. ცოტა სიცხარე და მოვრივოთ. ეხლა გავაკეთებ соусიც. კლასიკურ სრიალში მაიონეზს გავაკეთებ, ეხლა როლესკის მაიონეზი გვაქვს, მოსაც ეს კარგი ქირის მაიონეზის გემო აქვს, ბევრი სრიალშა. მორევა. ოდნავ ლაიმი. შესანიშნავი კომბოა. და ყველა კომპონენტი გვაქვს. ახლა შეგვიძლია აწყობა დავიწყოთ ნელ-ნელა უკვე. აგვე დარდანელის ორაგული, რომელიც ვაკუუმშია და არის ფრეში. მაქსიმალურად, ანუ არ გეგონოთ რა კი გაყინული არ გამოდგება სუშიზე, იმიტომ რომ ზოგადად ყველა სუშის თევზი ჯერ პირველ რიგში იყინება და მერე იყენებენ სხვა რაღაცეებში. დავჭერათ ორაგულის დაჭერები გძლად. პირველ რიგში ვაფენთ ნორის. მიგოთ დაახლოებით 100 გრამ ბრინჯს. ვანაწილებთ ისე, რომ მეოთხეზე და მეტი დარჩეს თავისუფალი. გადახო იყოს მარტივი. თავარია თანაბად გადანაწილოთ, თუმცა წონით არ დააწვეთ ზედ. ორაგული, კიტრი. დააკვირდით თანაბად იყოს, რომ ისე არ მოგივიდეთ, რომ სხვა ზოგადად დღეს სკელი იყოს, ზოგადად დღეს თხელი. ავოკადო. და ავოკადოს შიშ შემთხვევაში დებენ ხოლმე სკელ ნაჭერს უფრო. მაგრამ მე მიყვარს თხად დაჭრა და ისე როგორც კიტრი, ხელი სლაისების ჩამატება შიგნით. კრემპოელი და მიღებთ და დაახლოებით შაურმის პრინციპით პირი-პირზე, აი ესე, გადახსნით, შეხედავთ რა მდგომარეობაშია, გადაახოთ ოდნავ კიდე ერთხელ და ამით პრესავთ ფორმას აძლევთ რა. და ესე ჩვენი სუშია. რეალურად ჭრიფო დიაგონალზე ხომ ერთ ნაჭერს, და მე პირველ ჭამ როგორც დაახლოებით ვრებს და არა როგორც სუშის ნაჭერებს თხელს. ნუ ალბათ იმიტომ რომ მე ცოტა რაღაც აგრესიული მჭამელი ვარ რა. თავარიაც არის აქ რა. ეს სუში ბარი რა წესებს ჩვენ ვიგონებთ რა, ამიტომ ცხარე соуსი. არანაირი ეტიკეტი არ არსებობს. სახში ვართ, არც იაპონიაში ვართ. არც სუშის მასტერები ვიყურებენ. მე მგონია ესე ჯობია სუშის ჭამა. ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ კაი, სიდიდობის გამო ერთი ავაწყოთ ჩვეულებრივი. დებთ ნორის, ვიღებთ ბრინჯს, კიტრი, სკელი ნაჭრები ავოკადოსი, ჩვენი კრევეტის მასა და არასტანდარტული ელემენტი, რაც ძალიან უხდება. ამ კომბინაციას არის კარგი ჰოლანდიური ყველი, ამ შემთხვევაში გაუდა იყოს და გადავახვიოთ. თანაბარ ფორმას ვაძლევთ ამ ყალიბით. გავჭერთ შუაზე და ბაცრიდან ამაკლია, მაგიტო ხელით მიწევს სკეთება. ბევრი რა ვილაპარაკოთ, კლასიკური სუშის აწყობის ვარიაციები არის ეგეთი რა. მე უბრალოდ ავაწყოთ ქოულებს და მიყურეთ. დანარჩენი თქვენ ხელში აქვს, ცოტა უფრო მარილიანი მჟავე გინდათ, ბრინჯი და ამადეთ მეტი ძმრიანი და მარილიანი შაქრიანი მასა. პლუს არტი რაც გედის გააკეთეთ. კლასიკური სუში საერთოდ არ არის ნორით, ეს არის მაკები და როლები იკეთება ეგრე. სუში იკეთება უბრალოდ ბრინჯზე ხოლმე, როგორც ეგეთი. ამიტომ როგორც გედის მოიკეთეთ, წესები მაინც არ არსებობს და ეხლა ერთას ავაწყობთ ისე საჭმელად. ყოვზით და ჩამიგეთ. იღებთ ერთ ბრინჯის ეგეთ ყელმასას, იღებთ გულში ჩვენ კრევეტს. ერთ გულს ვიღებთ, ამ პატარა სამჯერად და აქცევთ ბურთებად. ამ ბრინჯს რომელიც დავამგოლეთ, ოდავ ჩაღრმებულს უკეთებთ ესე შიგნით და დარჩენილ ჩვენ კრევეტს ვადებთ ზემოდან. კიტრი გარშემო, ჯანჯაფილი, ავოკადო, აქ ორაგულის კუბიკებიც გვერდზე მივუყაროთ, ცოტა სოიას соуსი თევზს, კრემყველი, აქვე ვასაბი, ჩაუდგათ სოიას соуსი, ნორის შტრიხები და ეგ არის. იმისთვის რომ შეავსოთ სრული გემოს პალიტრა, აქ გვაქვს შებოლილი ორაგული, რომელიც არის ნუ აი სასწაული გემოსი არის და კონტრასტ მოგცემს ძალიან კარგს. თქელნაჭერს ავიღებთ. ასე ყვავილად. ერთი აქ. მეორეც აქ. ბოლო ნორის ავიღებთ. ერთი პატარა ბუდე ნორისი ახლა. ისევ ცხარე соуსი. თუ ვის არ უყვარს ცხარე соуსს ამბავ. მე რეალურად მიუხედავად იმისა, რომ როლები ძალიან მიყვარს, მირჩევნია ეგეთ სადილის ჭამა, უფრო მარტივი და სასიამოვნო არის, თან ძელი პროცესია რა. მაგრამ ეს კაია რა, ვის როგორ უყვარს რა.